ჩვენ ლიტურგიაზე წავიკითხეთ სახარება, სადაც იყო მოთხრობილი 10 კეთროვანი ადამიანის განკურნების შესახებ. თუ სახარებას ხური დაუგდეთ და იმედია ყველა ყურადღებით დაუგდეთ, სიუჟეტი შემდეგი სახით იყო, რომ 10 ადამიანი, რომელიც საშინელი დაავადებით, კეთრით იყვნენ დაავადებულები, ითხოვდნენ ღვთისგან შეძენას, წყალობას, კურნებას და ღმერთმა 10-ვე განკურნა. მაგრამ ამ 10-დან მხოლოდ ერთი დაბრუნდა მაცხოვართან მადლობის გადასახდელად. და წმინდა წერილში ასეთი დანანებით წერია სიტყვები, რომ ის ერთიცო იყო სამარიტელები. ვინ იყო სამარიტელები? ჩვენ ამ შესახებ ხშირად გვირთმევთ გაგახსენეთ. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც რაღაცა შერეული სისხლით იყვნენ, ანუ ადამიანები, რომლებიც წარმოიქმნენ იმის შემდეგ, რაც ჩრდილოეთის სამეფო განადგურდა და იქ დარჩენილი ებრაელები წარმართებს შეერიგეს. ამ შესაბამისად ბაბილონის ტომის დაბრუნების შემდეგ ებრაულ საზოგადოებაში ეთნიკური თვალსაზრისით განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთმა გამოჩენილმა კაცმა, სახელად ეზრა ერქვა, ასეთი მღვდელი იყო, მან ებრაელთა ცხოვრებაში ტრადიცია შემოიტანა, რომ განსაკუთრებულობა ებრაული ერისაის განსაკუთრებული ხალხი იყვნენ და ფაქტიურად ეს წმენა ერთ ეთნოსში ჩაიკეტა. აქედან გამომდინარე, ებრაელები სხვა ტომის ადამიანებს ძალიან ისე უყურებდნენ ახლა რა. შევეცდები ახლა კორექტული სიტყვა ვთქვა, მოკლედ არ მიაჩნდათ ისინი თავიანთ თანასწორებად, მოკლედ ახლა რა. შესაბამისად, სამარიტელობა და არაებრაელობა ითვლებოდა ცუდონად, ასე ვთქვათ რა. თამლივს ამას სამარიტელები იყვნენ სექტანტები, ერეტიკოსები და ებრაული საზოგადოებისთვის სამარიტელი ითვლებოდა ძალიან ცუდ ადამიანად. და წარმოიდგინეთ თქვენ ამ 10 ადამიანიდან 10-დან 9 იყო იუდეველი, 1 იყო ერეტიკოსი. და მხოლოდ ეს ერთადერთი კაცი მიდის და მადლობას წირავს ღმერთს კურნებისთვის და კეთრი იცით როგორი საშინელი დაავადება იყო, აქტიურად ადამიანი ცოცხალი იყო, მაგრამ ნელ-ნელა იშლებოდა. აი ასე იყო და უკვე ამ კურნების შენ მხოლოდ ერთი კაცი ამბობს მადლობას და დღევანდელი სახარება ჩვენთვის რასარგებლის მომტანია. თითოეული ჩვენთანგანი ყველა აქ დიდება უფალს ავრათ ამ საშინელი დაავადებულები, მაგრამ ჩვენ სულიერად ძალიან მდიდარ მდგომარეობაში ვყოფებით. ჩვენ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ სულიერი კეთროვნები ვართ, თან პარალელურად ამისა ვიქადით, რომ ვართ ქართველები, ვიქადით, რომ ვართ ქრისტიანები, ვართ ევროპელები და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი სულიერი მდგომარეობა ძალიან საშინელია, იმიტომ რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში სწორედ 9 უმადურ ადამიანს ვემგვანებით და მადლიერების უნარი სამწუხაროდ დაკარგული იყო. ჩვენი ცხოვრება და თუ დააკვირდებით საზოგადოებასაც, უმრავლესობა არ არის მადლიერი იმით, რაც არის. სულ უმადურობა და უკმაყოფილება არის. სულ რაღაცა პროტესტია, სულ ყოველთვის გონია, რომ სადაც თვითონ არ არის იქ არის უკეთესად სიტუაცია, სადაც თვითონ არ არის იქ არის უფრო წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება და ეს ძალიან საშიშია იმის გამო, რომ ადამიანი თუ არ არის მადლიერი, ის რაც აქვს, ის უფრო უკეთეს ვერ მიიღებს. მეტიც ადამიანებს, ანუ ჩვენ რაც გვაქვს, თუ ახლა პირუთვნელად და გამჯით ჩვენ ცხოვრებას, მივხვდებით, რომ რაც გვაქვს, იმასაც კი არ ვიმსახურებ. მრავალმაწყალე უფლის უდიდესი სიყვარულის გამო ჩვენ ვღებულობთ იმაზე მეტს, რაც გვეკუთვნის. და მიუხედავად ამისა, მაინც არ ვართ მადლიერები. დღევანდელი სახარება ჩვენ მოგვიწევს მადლიერებისკენ. ჩვენ ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, რომ ცოცხლები ვართ, მადლობდეთ, რომ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში და მადლობა ღმერთს ყველაფრის რაც ჩვენ გვაქვს. კარგია თუ ცუდია, ამაზე ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ უფალს. მეორე სახარებაც იქნა წაკითხული, რომელიც მართალი დედის ანას საპატივცემულოდ შეიძლება ითქვას იქნა წაკითხული, სადაც იყო საუბარი იმის შესახებ, რომ შეუძლებელია ადამიანმა დამალოს ის რაც აქვს გულში. შეიძლება ადამიანმა იმსახიობოს რაღაცები, ვითომ წარმოაჩინოს თავი რომ არის კეთილი, კარგი, მაგრამ შეუძლებელია ის გულში რაც აქვს ბოღმა და სიგლახე რომ არ წარმოაჩინოს და მართლაც ასეა
ადამიანები ჩვენი ხედები ჩვენ გარშემო თვითონ თამაშობენ რაღაცა როლებს, მაგრამ სინამდვილედ მათი სახე არის ძალიან ცუდი და ჩვენი ცხოვრებაც ასეა. ჩვენ ვცდილობთ რაღაცნაირად შევინარჩუნოთ გარეგნული იერი, მაგრამ შინაგანად ჩვენი გული არის მტრობით, შურით, განკითხვით აღსავსე და ჩვენ უნდა ვეცადოთ ეს რომ გამოვასწოროთ, იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის ვერ შეძლებს მსახიობობას. აუცილებლად სადღაც საკუთარ სახეს გამოავლენს და ეს სახე უნდა იყოს ქრისტიანის და არა გაბოროტებული უმადური ადამიანისა. ასე რომ ღმერთმა მოგცეს მადლიერება და ღმერთმა მოგცეს სუფთა გული. იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს არის საშუალება, რომლითაც ჩვენ შევძლებთ გავხდეთ ბედნიერები. αλλά ძალიან მარტივად რო ვთქვათ, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანი ბედნიერებას ეძებს. ახლა ის რაც მე მინდა ქადაგების მეორე ნაწილში ვთქვა, შეიძლება ვიღაცა დაგვიანებულად მიიჩნიოს. მაგრამ იმის გამო წინა კვირას წინასახურება ჩვენ ვერ ჩავატარეთ, რომ ვირუსი მქონდა უცუდად ვიყავი. ხო, ამის გამო მე მინდა რომ ჩემი პოზიციას დავაფიქსირო, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ყველა ქრისტიანმა რაღაცა გარკვეული პოზიცია უნდა დაიკავოს. ჩვენ და მე პირადად მიმაჩნია რომ სასულიერო პირმა არ უნდა დაიჭიროს რაღაცა პოლიტიკური მხარეები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ დღევანდელ არეულ საზოგადოებაში ერთოდ და მეორე მხარესაც არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ არ თუ მორწმუნეები. ამიტომ ჩვენ როგორც გარკვეული პოზიცია რო დავიკავოთ საჯაროდ, შეიძლება ის მხარე რომელიც მეორე მხარეს არის, შეიძლება გული გასწრეს და თქვას რომ ეკლესია მიკერძოებული ვიღაცა სკენარი, ჩვენ სკენ არ არის და ასე შემდეგ. ასე რომ ეს რო არ გამოგვივიდეს, შევეცდები ახლა ზოგადად ვისაუბრო, მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ სასულიერო პირები ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენ გვაქვს რაღაცა პოზიცია, მაგრამ ეს პოზიცია ჩვენთვის გვაქვს ახლა და უნდა ვეცადოთ, რომ ამ პოზიციაში დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილია და მე თუ საჭიროა კიდეც უნდა ვთქვათ და კიდეც უნდა დავიცოთ ჩვენი პოზიციები. უბრალოდ ახლა სასულიერო პირის მხრიდან რაღაცა რომელიღაც მხარე, ბარიკადის რომელიმე მხარის დადგომა მე ამ ეტაპზე არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ არის რაღაცა მოვლენები, რომელი მოვლენებიც აუცილებლად ყველამ უნდა შეაფასოს და განსაკუთრებით სასულიერო პირებმა. და მე ახლა მინდა იმ მოვლენების შესახებ გითხრათ, რომელიც მოხდა ქვეყანაში რელიგიური თვალსაზრისით. რელიგიური თვალსაზრისით მე მინდა შევაფასო ეს მოვლენა, რამოდენიმე ფაქტი მოხდა და პირველი ახლა თქვენ იცით რომ რუსთაველის გამზირზე გამოიტანეს კუბო და დაწვეს. და მე ამ კუბოს დაწვას აჟიოტაჟი მოყვა. სასულიერო პირების ნაწილიც ერის ადამიანებიც ამბობდნენ რომ ეს არის ერთა საერთოდ სექტანტმა მოქრისტეოც უწოდა ამ კუბოზე გამოსახულ გამოყენებას რა სურათს თუ ხალხს პრესკრიპტ რაც მინდა ის და ნაკვეთ გამოსახულებას მოქრისტეო უწოდა ერთმა ქალმა რომელიც ეპისკოპოსი ვარო იძახის ესეც საერთოდ ნონსენსია ახლა ბიბლიური სწავლებით მხოლოდ კაცი შეიძლება გახდეს სასულიერო პირი და პირდაპირ წერია ეპისკოპოსი, რომ ეპისკოპოსი უნდა იყოსო ერთისო, ცოლისა ქმარო. აი ესეთი რაღაცა არის და ნუ ამ შემთხვევაში ახლა ეს როგორ უწოდებს თავისთავად ეპისკოპოსი სხვა თემა არის და სხვა განსწავლოთ. უბრალოდ ამ მოქრისტეო უწოდა. ერთ სასულიერო პირის გამოვიდა თუ რამოდენიმე, რომელსაც თქვა რომ ქრისტიანობა არის, ქრისტე არის თქვენ და იმიტომ იძახით რომ ქრისტეს გამოსახულება იყო. მოკლედ ახლა ამ განჯებს რო არ დავიწყოთ და ადამიანების განკითხვაში მოკლედ არ მოგვიწიოს გადასვლა, გეტყვით რომ ეს კუბო იქნა გამოწერილი ინტერნეტ მაღაზიიდან რა და ამ ინტერნეტ მაღაზიაზე წოდომა ყველას აქვს და თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ ინტერნეტ მაღაზიაში სახელსაც ასახელებენ ახლა არ ვიცი რა რეკლამა როგორ გამოგვივიდეს ინტერნეტ მაღაზიის და ამიტომ არ ვიტყვი იქ რომ შეხვალ ნახავ რომ ეს არის კუბო რომელზეც არის გამოსახული იესო ქრისტე და საოცარი არის ახლა მე არგუმენტი რომ ეს არ არის ქრისტე იმიტომ რომ თურმე არის ჩინეთიდან ვერცმუნეთ რომ ჩინეთიდან ძალიან ბევრი საეკლესიო ნივთი ჩამოდის ძალიან ბევრი მაგალითად ჩვენთან ტრაპეზზე გვაქვს ჯვარი რომელიც როცა ტაძარი ვაკუთხეთ იმის გამო არ ქონდა საშუალება ვიყიდეთ ცოტა შეღავებითიან ფაშებს იაფად გაკეთებული ჯვარი რომ ჩინეთიდან ჩამოსულია და რა მე რა არც არაფერი რა ანუ ეს კუბო რომ იყიდეს იცოდნენ რომ ზე იყო გამოსახული იესო ქრისტე და დამთავრებულია ყველაფერი რა შემდეგ ოკულტური მსახურება ჩაატარეს რუსთაველზე
ოკულტური მსახურება. იქ რაღაცა მე არ მომუხახლა მისი ფიტული დაჭრით ეს პოლიტიკაში არ გადავიდა, მაგრამ მოხდა ფაქტიურად ოკულტური რაღაცა ქმედება. იქ რაღაცა ქვაბებზე ვიღაცა რაღაც აკაკუნე, ან ფაქტობრივად ოკულტური მსახურებები ჩატარდა რამოდენიმეჯერ. ამაზე რა შეიძლება? მიუღებელია რა თქმა უნდა. ქრისტიანისთვის მაცხოვრის გამოსახულების რიტუალურად დაწვა. იქ რაღაცა ოკულტური მსახურება მიუღებელია. შემდეგ ეკლესიაში მივარდნა. ეს არის ნეო-ბოლშევიკური ქმედება. ეს ჩვენ ქვეყანაში ადეცდებოდა დაახლოებით 100 წლის წინ ანალოგიურად. შეიძლება ზოგჯერ უფრო სულუკად, შეიძლება ზოგჯერ უფრო მკაცრი ფორმებით და უფრო რადიკალურად უვარდებოდნენ ეკლესიაში, გამოყავდათ სასულიერო პირი, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია ჩვენთვის. შემდეგ კიდე ერთი მოქმედება მოხდა, რომ კიდე გვარს არაფერი მნიშვნელობას არ ვანიჭებს ჩვენ ახლა, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ქრისტიანობა ადამიანზე და კონკრეტული რაღაც სახელებზე მეტი არის, მაგრამ როდესაც საქართველოს ნაკრების ფორმა ის ფეხით შედგნენ, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ფორმაზე ჯვრებია გამოსახული. საქართველოს დროშა არის გამოსახული და საქართველოს გერბი არის წმინდა გიორგის გამოსახული და ესე ჩვენთვის მიუღებელია. რა თუ ვიღაც ადამიანი შეურაცხყოფა უნდოდა, ისე შეეძლოთ ჯერ ეგეთი ადამიანის შეურაცხყოფა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ თუ ძალიან უნდა სხვა ფორმით შეიძლებოდა, დაიყო აუცილებელი, რომ საქართველოს ხუთჯვარიან დროზე ფეხით გადმოეღოთ რა. ესეც რა თქმა უნდა ჩვენთვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე, მე როგორც ერთი კონკრეტული სასულიერო პირი, რა თქმა უნდა, ასე არაქრისტიანულ და ოკულტურ ქმედებებს, რა თქმა უნდა, ვემიჯნები და მიმაჩნია, რომ ადამიანები ვინმაც ამას აკეთებს, ძალიან მძიმე ცოდვას ჩადის. და შემდეგ კიდე ერთი, ჩვენ გვახსოვს ისტორიიდან ხალხი, რომელიც ღმერთსებდა, ეკლესიებს შეურაცხყოფდა, ხატებს სწავდა, მათი ხვედრი ძალიან საშინელი იყო. გუშინ ჩვენ წავიკითხეთ ჩვენ საუბრებზე მეოთხე მეფეთან წიგნიდან ერთი პატარა მონაკვეთი, სადაც იყო საუბარი წინასწარმეტ ელისეზე, როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ და როგორ დასაჯა მისი შეურაცხყოფელები ღმერთმა. და ჩვენ ვიცით, როგორც გითხარით საქართველოს ისტორიიდან, რომ ეკლესიის შეურაცხყოფელი პიროვნებები საშინელად ისჯებოდნენ და ჩვენ უკვე ქვეყანად საშინელი სასჯელი გადახდა თავს. უამრავი მილიონობით ადამიანები დაიხოცენ და არ ვიცით ახლა რეპრესიების დროს რამდენი ათასობით ადამიანი დახოცეს და ბრძოლის ველზე მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოსდან, ეს ყველაფერი შემთხვევით არ ყოფილა რა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენმა წინაპრებმა არასორ მხარეს დადგნენ და არასორი პოზიცია გაიზიარეს და ამას ჩვენ ვიმკით დღევანდელ დღემდე. ნეობოლშევიკები დღევანდელები არიან იდეური გამგზელებელი ლენინის, სტალინის და ტროცკის იდეების და ჩვენ კიდე როგორც ქრისტიანები მადლობთ უფალს იმისთვის, რომ გავხდით ქრისტეს ნათლობის ღირსი, მადლობა რომ ეკლესიის წევრები ვართ და სასურვებთ უფალს, რომ მრავალმოწყალე ღმერთი გვაპატიებს ჩვენ ცოდვებს, გავხდის მადლიერებად და ჩვენ სულს და გულს გაასუფთავებს სოდვილი მიდრეკილებებისა. ღმერთმა დაგლოცვა და გაგაძლიეროს. მრავალმოწყალე